მოგესალმებით, მედია ჰოლდინგი კვირა აგრძელებს პოლიტიკურ დებატებს კვირის თემა. ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, მრეწველთა პარტიის ხელმძღვანელი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ასევე დავით ფაცაცია, თამაზ მეჭიაურის ახალი პოლიტიკური სუბიექტის, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელი. ბატონ ზურაბ, დავიწყოთ მრეწველებით. მრეწველებმა, რომლებიც კოალიციის შემადგენლობაში შედიოდნენ, კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენდნენ, გააკეთეს საკმაოდ ხმამაღალი და ამბიციური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა და რესურსი დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და არ ექნებოდათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა. რატომ მიიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება და ასევე კითხავთ ერთ-ერთი ინფორმაციით, რომელიც მრეწველების ერთ-ერთმა ლიდერმა ბატონმა გოგი თოფაძემ დაგვიდასტურა, მიმდინარეობს მოლაპარაკება გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან. ეს მოლაპარაკება განაპირობა იმან ხომ არა, რომ შიდა კვლევებით თუ ერთგვარი გათვლებით გარკვეული ბარიერის პრობლემა შესაძლებელია დადგეს დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში. მოგესალმებით, პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და გილოცავთ სამ სტუდიას. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, ბუნებრივია მსმენელებს და ახლა შეეხება თქვენს კითხვას. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ დიახ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციაში შემოღლ პარტიებთან, ანუ დღესდღეობით ჯერ კიდევ კოალიცია იცით რომ არსებობს, სანამ არჩევნები პერიოდი არ დადგება და მათთან ერთად ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ და მივიღებთ დამოუკიდებლად მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამ განაპირობა ეს? განაპირობა იმან, რომ 2012 წელს შეიქმნა კოალიცია საკმაოდ დიდი მიზნებისათვის, იმ მიზნებისათვის, რომ ხელისუფლებიდან ჩამოგვეშორებინა სააკაშვილის რეჟიმი, ნაციონალური მოძრაობა და ეს მიზანი მიღწეული იქნა. ამ კოალიციაში თქვენ კარგად იცით, რომ სხვადასხვა ბევრჯერ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ აი სხვადასხვა შეხედულებების მქონე პოლიტიკური პარტიები იყვნენ შეკრებილი და არიან შეკრებილები. სხვადასხვა იდეოლოგიის იძახიან, მაგრამ ამავე დროს ცოტა სხვანაირად ამ იდეოლოგიას ვერავინ ვერ ხსნის და რატო არ ხსნიან და რატო ვერ ხსნიან ვერ გავიგე. და საუბარი მიდის იმაზე, რომ აი კოალიციაში არის ზოგი პროამერიკული, პროდასავლური, პრორუსული, პროევროპული და ასე შემდეგ. მე თუ მკითხავთ, ნებისმიერი პრო უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან და არავით არის პროევროპული და რუსული და პროამერიკული პარტია უნდა არსებობდეს, თუ კი პრო უნდა იყოს, მაშინ პროქართული უნდა იყოს და ქართული იდეოლოგიაზე დაფუძნებული და ქართული ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა უნდა იყოს. რა არის ეს ქართულ პოლიტიკაზე დაფუძნებული, მე შემიძლია ცალკე განვმარტო კიდე. მაგრამ იდეოლოგია ეს არ არის. იდეოლოგია გახლავთ არის მემარჯვენე, მემარცხენე, არის ცენტრისტული, არის ლიბერალური მიმართულები, სოციალისტური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ისწორედ ესე ვთქვათ, იდეოლოგიური განსხვავებები ნამდვილად იყო, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ იქ არის სოციალ-დემოკრატები, სოციალური მიმართულები, თვითონ ქართული სოციალ-დემოკრატიული მიმართულებით არის, ასევე არიან ლიბერალები, იცით თქვენ რესპუბლიკური პარტია, ანუ გაერთიანებული დემოკრატების ანალოგიური და ნუ არიან მემარჯვენე ძალები, ბუნებრივია ჩვენი სახით და კიდე იქ ფორუმის სახით და კონსერვატორების სახით. რაც შეეხება იდეოლოგიათა სხვაობას, ნამდვილად გეტყვით, რომ არის იდეოლოგიათა სხვაობა. ჩემთვის მაგალითად ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ლიბერალური პოლიტიკა აბსოლუტურად მიუღებელია, ლიბერალური ეკონომიკაც, ლიბერალური პოლიტიკაც მიუღებელია. და ეს არაერთხელ მithქვამს და ამაზე ჩვენ საუბრობთ უკვე 20 წელიწადია, ეს არავისთვის სიახლე და ახალი არ არის. რაც შეეხება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ამბიციას. კი ბატონო, აქედან გამომდინარე ჩვენ თქვით, რომ ის მისია, რაც არსებობდა 2012 წელს, ეს ძალიან დიდი ღვაწლი და ძალიან დიდი რა ვიცი, მიღწევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მის დაფუძნებული პარტიის თავკაცობით, ესე ვთქვათ, ჩვენმა პარტიებმა ერთად ბუნებრივია მივახციეთ ამას. ეხლა პოლიტიკაში დადგა და ამარჩევნების დროს დღის წესრიგში დადგა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, ხო? დადგა ის მიმართულება, რომ ყველამ უკვე უნდა მოუძებნოთ უკვე იდეოლოგიური სხვაობებიდან გამომდინარე, ყველა უნდა მოუძებნოთ იდეოლოგიის თანხმედრა და იდეოლოგიური თანხმედრა და მედიოლოგიური თანხმედრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ დამოუკიდებლად მონაწილეობა და თუ საჭიროა იდეოლოგიურად
მონათესავე და მომიჯნავე პარტიებთან კონდეს კონსულტაციები თუ შეიძლება რომ რაღაც გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ. როცა საუბრობ გარკვეულ შედეგს, არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვიყენებთ და არც ვაყენებთ იმას, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რაიმე საშუალება არსებობდეს, მაგრამ სწორედ გაერთიანების და კონსულტაციების მიზანი არის ის, რომ მიზანი ის კი არ უნდა იყოს 5%-იანი ბარიერი გადალახვა, ალბათ მიზანი უფრო მეტი უნდა იყოს, რომ ამ ერთი და იგივე იდეოლოგიის პარტიებმა, ვინც მოახერხებთ ერთად დავდგებით, უფრო მეტ მიზანს მივაღწიოთ და ვეცადოთ, რომ რაღაც გარკვეულად მეტი მანდატები მოიპოვოთ ერთიანი ძალებით. და დიახ გაუსვოთ კიდევაც ნაციონალურ მოძრაობას. ბატონ ზურა, დემოკრატიული მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი, თამაზ მეჭიაურის ერთიანი საქართველოსთვის. არის თუ არა ეს ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელთანაც მიმდინარეობს მრეწველების კონსულტაცია, ან სასურველი იქნებოდა მრეწველებთან ერთად ერთიანად მიგეხოთ არჩევნებში მონაწილეობა? არა მარტო, რა თქმა უნდა, იქ არის იცი თქვენ ბურჯანაძის პოლიტიკური ძალაც, რომელთანაც კი ჩვენ არც მასთან არა გვაქვს არავითარი, ესე ვთქვათ, წინააღმდეგობები. ნამდვილად არის კი ბატონო ეს მიმართულება იმისათვის რომ ჩვენ დაუშვათ რაღაცა ერთიან პოზიციაზე გამოვიდეთ. მაგრამ ისიც რა შესაძლოა. რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკება? გეტყვით ყველაფერს ხო? მაგრამ ყველა უნდა ვიცოდეთ ის რომ სურვილი ერთია რომ ამა თუ იმ პარტიებსმა ერთად გამონახონ საერთო ენა ესე ვთქვა და საერთო ინტერესები და ერთად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ფაქტი შემდეგ ცოტა სხვანაირად გება ხოლმე და სხვა სიტუაციებია. მაგალითად, მინდა გითხრათ ალიანსმა ჩვენ და მოულოდნელად თავის ძუზე გააკეთა რაღაც გარკვეული კონგლომერატი 6-8 პარტია ერთად. რომელიც თქვენთვის მიუღებელი იყო? ხო, ნუ ხა ვერ ვიტყვი რომ მიუღებელი, მაგრამ ცოტა სხვადასხვა იდეოლოგია არსებობს ამ სიტუაციაში და გარდა მაგისა, ახლა როგორ გონიათ, როგორ წარმოგიდგენიათ ამდენ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ბლოკის გაკეთება, ნამდვილად არა. ყველა ნაბიჯს ბუნებრივია იდეოლოგიასა და იმ სურვილსაცთან ერთად უნდა იყოს პრაგმატული შეხედულება და პრაგმატიზმი უნდა არსებობდეს, რომ პრაგმატულად გააკეთო ადამიანმა მიაღწიო მიზანს ისე, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მიიღო და რაც შეიძლება მეტი შედეგი მიიღო და რა პირიქით, ხო? აქედან გამომდინარე, რომ აი მოლაპარაკებები რაღაცა იმ გარკვეულ ფაზაში შედის დაიწყო რაღაც ფაზაში შედის და ბუნებრივია საზოგადოება ამას გაიგებს მალე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მრეწველების ბარიერის პრობლემა ექნება. არავითარ შემთხვევაში გეუბნებით არ ნიშნავს იმას, რომ მრეწველების ბარიერის პრობლემა ექნება. ბატონ დავით, თქვენც წარმოადგენდით ქართულ ოცნებას, პოლიტჩატოს წევრი გახდით ქართული ოცნების, ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, დღეს ხართ თამაზ მეჭიაურის გვერდით. დღეს როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, ამ საარჩევნო სიტუაციებს და ასევე თქვენ კითხავთ როგორი პოლიტიკური სუბიექტები არის თქვენთვის მეტნაკლებად მისაღები თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ დღეს თქვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი ლიდერი თამაზ მეჭიაური იმყოფება მოსკოვში გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რასთან დაკავშირებითაც კრიტიკული შეფასებები ისმის ამ წინა საარჩევნო პერიოდში. ბოლო კითხვას გავცემ პასუხს. მოლაპარაკების პროცესი და იქნება არა მარტო მოსკოვში, არამედ ვაშინგტონშიც, მათ შორის ბრიუსელში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ ყველა ის ინტერესი, რომელიც ამოდის ქართული ინტერესიდან, შემდეგ უკვე დანარჩენი გლობალური ინტერესები და ასე შემდეგ. ეხება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა მოლაპარაკებები ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ეხება იმ გარემოებებს, რომელსაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მათ შორის ტერიტორიალურობის საკითხი, მათ შორის გეოპოლიტიკური ვითარება და საფრთხეები, რომელიც შეიძლება მოსალოდნელი იყოს, მათ შორის რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენი ამოსავალის არის ის, რომ პოლიტიკაში უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რომ მაქსიმალური ინტერესი განვახორციელოთ ქვეყნის სასარგებლოდ, მაქსიმალური შესაძლებლობები ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მეტი და მეტი სარგებლობა მოუტანოთ ქვეყანას. წინა საარჩევნოდ სწორედ ეს ვიზიტი და დაემთხვა თუ დაგეგმილი იყო ესე, გარკვეულ კითხვებს იწევს. მე ვიტყოდი უფრო ასეთი ფორმით, რომ პარტია, რომელიც ჩვენ შეიქმნა ბატონ თამაზ მეჭიაურის მიერ, ცოტა არ იყოს შეიძლება პოლიტიკურად და საარჩევნო ვითარებისთვის ძალიან ესე ვთქვათ გვიან შეიქმნა. თუმცა ჩვენი მდგომარეობა იმაში იყო, რომ მე პირადად როცა ვიტყავი ქართულ ოცნებაში, მაქსიმალურად ვცდილობდი და შესაძლებლობას არ ვაკლებდი იმას, რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ გუნდის შიგნიდან მომხდარიყო გაძლიერება
გუნდის შიგნიდან ახალი პარტიული სახეების გარდა ჩვენი გამოცდილი და ესე ვთქვათ მებრძოლი ადამიანების წახალისება და ესე წამოწევა მომხდარიყო. თუმცა სამწუხარო რეალობა ის, რასაც ვხედავთ, ეხლა ქართული ოცნების რეალური სახე ესე ვთქვათ გამოჩნდა. ბევრი ადამიანი, რომელიც საერთოდ პოლიტიკაში არ მონაწილეობდა, ბევრი ის ადამიანი, რომელიც საერთოდ შეხებაში არ იყო, ბევრი მათგანი კოაბიტირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან და უბრალოდ შეიძლება ითქვას ძალიან ახლოსაც იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, ბევრი მათგანი სახეც კი იყო ნაციონალურ მოძრაობის სამწუხაროდ. ეს ის რეალობაა, რომელიც ქართულ ოცნებას წარმოადგენს. სამწუხაროდ ქართული ოცნება გადაიქცა ესე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის ოცნებად, იმიტომ რომ ის რეალობა, რომელიც დადგა დღეს 4 წლის თავზე, არ იყო ქართველი ამომრჩევლების ოცნება. ეს იყო ბატონ დავით, ეს რეალობა დღეს დადგა, თქვენ იყავით ქართული ოცნების წევრი, პოლიცაბჭოს წევრი, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობდით, მაშინ არ იყო ეს პრობლემა. მე არ დამიკლია მცდელობა და დავამატებ, რომ ჩემს გარდა კიდევ ძალიან ბევრი პოლიცაბჭოს წევრი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ხელი შეგვეწყოთ ჩვენი წევრებისთვის, მაქსიმალურად დავხმარებოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ტანჯულები, წლების განმავლობაში იყვნენ რეპრესირებულები და აი ამ ადამიანებისთვის შეგვექნა მეტნაკლებად თქვათ უკეთესი გარემო. სამწუხარო რეალობა ის აღმოჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობის წევრები კიდევ უფრო უკეთეს ვითარებაში არიან, ბევრად უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან ბევრი მათგანი, რაც მაგალითად ქართული ოცნების და იმ ამომრჩევლების მდგომარეობა რაც იყო 2012 წლამდე პოლიტიკური თვალსაზრისით ვიძახი, უფრო მძიმე აღმოჩნდა და ყველაზე მთავარი აქ არის მორალური საკითხი, ეს არის ფსიქოლოგიური საკითხი, როცა ვერ მოხერხდა 4 წლის თავზე სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მე ავიძახი აბსოლუტურ ცნებაზე, მე ვამბობ მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის სულხან მოლაშვილის საქმე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე შეიძლება აი ამ 9 წლიანი ისტორიის და უფრო მეტიც, მათ შორის იგივე სანდრო გვირგვლიანის, მათ შორის რობაქიძის, მათ შორის ვაზაგაშვილის, ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ სამწუხაროდ დღესაც ვიმყოფებით. ზურაბ ჟვანიას საქმე დღესაც არ არის გამოძიებული. სამწუხაროდ ეს ის ფაქტორებია, რომელიც გარე ფაქტორებსაც უკავშირდება, მათ შორის გავლენების სხვადასხვა მეგობარი თუ მტერი სახელმწიფოების, მათ შორის, რომლებიც ესე ვთქვათ, კეთილი თუ ბოროტი სურვილებით არიან განზრახულები, მე არ ვიცი, მე ვერ ხვდები ამ გაგებით იმას, რომ როგორ შეიძლება იყო ხელისუფლებაში და არ ახორციელებდეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს, პირველ რიგში ეს არის სამართლიანობა, იმიტომ რომ სამართალზე დგას სახელმწიფო. თუ სახელმწიფოში არ არის სამართალი, სახელმწიფო ვერ შედგება და სამწუხაროდ აი ამ ვითარებაში ჩვენ ვცდილობთ იმას და ჩვენ პოლიტიკური ძალა გავერთიანდეთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და მოიტანეს 2012 წლის 1 ოქტომბერი. პრაქტიკულად ქართული ოცნების ყველა წევრი შემიძლია თქვა, რომელიც გარიყულია და გარიდებულია აი ამ ქართული ოცნების პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენთან ერთად დგება, დგას და დადგება აი ამ არჩევნებში და ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან გამარჯვებას, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას ერთი პროგრამა მინიმუმი დავაკომპლექტოთ ხელისუფლება კოალიციურად და აი ამ კოალიციური დაკომპლექტების პირობა ულტიმატუმი იქნება სამართლიანობის აღდგენა, ულტიმატუმი იქნება ჩვენი წევრებისა და ჩვენი ქართული ოცნების ყოფილი ამომრჩევლების, ეს ვთქვათ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მათი ვთქვათ გაძლიერება, გამტკიცება და მათთვის უკეთესი მდგომარეობის შექმნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამოსავალი ჩვენთვის არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ბატონ ზურაბ, თქვენ აღნიშნეთ, რომ აპირებთ არათუ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, პირიქით ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო მეტი უმრავლესობით, უმეტესობით მოსვლას პარლამენტში. შესაბამისად, არაერთხელ გავრცელდა, გაჟღერდა შეფასებები, როგორც ოპონენტების მხრიდან, ასევე ეჭვები არასამთავრობოების მხრიდან. ხომ არ იყო ეს ხელოვნური გაყრა? არა, ხელოვნური არა, ეს იყო ბუნებრივი. მე ვთქვი, ახსენე, მე მეგონა მეცადე რომ ამეხსნა, რომ ის იდეოლოგიური სხვაობა, რაც არსებობს, მაგალითად ჩვენსა და ლიბერალებს შორის, მაგალითად ჩვენსა და სოციალისტებს შორის, არსებობს იდეოლოგიური სხვაობა. ჩვენ მიზნისათვის ვიყავით გაერთიანებული, მიზანს მივახციეთ და ეხლა უკვე იდეოლოგიურად იმ ჩვენ მემარჯვენე ცენტრისტულ იდეოლოგიას ვეღარ გადავუხვევთ და ვეღარ იმას ვიძახთ. კი, ვახრხებდით ჩვენ ამ პერიოდში, თქვენ იცით, რომ ზოგი რამ ჩვენთვის მიუღებელი იყო, მაგრამ მაინც მქონდა ერთობლივად ხელი მოწერილი დიახ დეკლარაციაზე. კი, რა თქმა უნდა. მე შემიძლია ყველა მიმართულებით, ნატოს მიმართულებითაც, ევროკავშირის მიმართულებითაც, რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით, ყველა მიმართულებით გავშალო საუბარი და ვთქვა, ნამდვილად ეს ხელოვნური კი არა, სწორედ ბუნებრივი იყო ეს ჩვენი გაყრა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ვიძახი, ვერ დავდგებოდით ლიბერალებთან ერთად. ვერ დავდგებოდით, არ დავდგეთ და ვინაიდან გამოვიდით სწორედ აი ამ ინიციატივით, თქვენ კარგად იცით, ჩვენსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირების თემა, რომელიც საწინდარი გახდა ამ დაშლის, არა? და იმის მას შემდეგ, როცა ჩვენ მათთან ესეთი გაყრა, ესე ვთქვათ, კონკრეტულად დაყენებული საკითხი იყო და პრინციპულად დაყენებული საკითხი იყო, ამის მერე იცით რა, ისინი გასულიყვნენ ჩვენ დავრჩენილიყო, ცოტა უბრალოდ უხარხული იყო, ჩვენ არსად არ დავრჩეთ და ვთქვით, ამ ხალხთან ერთად ჩვენი პატივის
semis მიუხედავთ, იქ ძალიან ბევრი ჩემთვის პატუცაცემი ხალხია, ბუნებრივად ჩვენ ვერ დავდგებით და ვერც კოჰაბიტაციაში ვერ მოვაწერ ხელს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ვერაფერზე და ვერ მოვაწერეთ კი არ მოვაწერეთ ხელი ვარშავის სამიტის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელზედაც მანაც ცოტა უხერხულია ქართული ოცნების ლიდერმა და თავმჯდომარემ მოვაწერა ხელი და ასევე მოვაწერა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნუ ცოტა მიუღებელი იყო. ბატონ დავით, თქვენი პოლიტიკური სუბიექტი თამაზ მეჭიაურის ლიდერობით აპირებს თუ არა მომავალ პარლამენტში კონსოლიდაციას, ბლოკს, ისევ ქართულ ოცნებასთან? შესაძლებელია თუ არა შედგეს? ბატონ თამაზის ბოლო რეპლიკას გამოვეხმაურებით და მე ვფიქრობ, რომ მრეწველებმა ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგეს და ძალიან სამწუხარო, როცა პრემიერ-მინისტრი, როცა პრეზიდენტი, როცა პარლამენტის თავმჯდომარე, ქართული ოცნებას შემავალი, სხვა პარტიები ყოფილი თუ დღეს არსებული ხელსაწერენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელშეკრულებას და ამავე დროს განცხადებას აკეთებენ იმ სახის, რომელიც სახელმწიფოსთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებას გულისხმობ გაერთიანებას და გაწევრიანებას. თუ დღეს საქართველო გაწევრიანდა ნატოში, ჩათვალეთ ეს არის იმხელა გეოპოლიტიკური დაპირისპირება მათ შორის ორ პოლარულ სახელმწიფოს შორის და დანარჩენებს შორის, რომლებიც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცალსახად და მეორეს მხრივ ეს არის ბრძოლა, რომელიც შეიძლება ასეულობით წლების კი გაგრძელდეს, რომელიც გარკვეულად შეიძლება პალესტინასაც კი დაგვამსგავსოს. სამწუხაროდ ამის ანგარიში და გათვლა არ ქონდა და არ აქვს თან სამწუხაროდ სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენს პოლიტიკური ძალა გეგმავს იბრძოლოს დამოუკიდებლად, ჩვენ პოლიტიკური ძალა გეგმავს რომ ბრძოლა განახორციელოს ერთგვარ პრინციპული, რაც ყველაზე მთავარი ეს არის საარჩევნოდ მომზადება და გაერთიანება იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ ჩვენთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, შეძლების დაგვარა ჩვენ ამას შევეცდებით და მოვახერხებთ. ყველაზე დიდი ამოსავალი ჩვენთვის არის ამომრჩეველი ადამიანები, რომლებიც კენს არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ამოცანა არის რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ჩვენ პროგრამა მინიმუმ რა თქმა უნდა გეგმავთ კოალიციური ხელისუფლების შექმნას თუმცა პროგრამა მაქსიმუმი რა თქმა უნდა არსებობს და ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების სათავეში მოვიდეთ და შევქმნათ ისეთი ხელისუფლება რომელსაც ოცნებობდა ქართული ოცნების ამომრჩევლების უმრავლესობა და ოცნებობდა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. თუ საქართველო გაწევრიანდა ნატოში და იგივე პრობლემას აყენებდა მრეწველთა პარტია. სწორედ ეს ხომ არ არის მიზეზი, რატომაც ორივე პოლიტიკური სუბიექტი მოიაზრებით პრორუსულებში? ბატონ ზურაბ. იცით მე ვთქვი რომ სწორედ როცა იდეოლოგიაზე საუბარია, ამ შემთხვევაში უცებ წამოწევენ ხოლმე პრორუსულია და პროევროპულია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ორივე პოლიტიკური სუბიექტი მოიაზრებით როგორც პრორუსული. ხო და ნუ ამიტომ კი ბატონო როგორც უნდა ისე მომნათო და როგორც უნდა იმას აკვას. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. მოდით ჯერ პირველ რიგში რახან ნატო შეეხეთ, მე ვეცდები ავხსნა რა არის ნატო. მოდი პირდაპირ თქვა რა არის ნატო. როდის შეიქმნა, რა თქმა უნდა. როდის შეიქმნა ნატო, რის აპირწონეთ შეიქმნა, რა იდეოლოგიით და რა მიმართულებით შეიქმნა და დღეს ეს ამოცანა დგას თუ არა ნატოს წინაშე, ეს მაინტერესებს. გამიგეთ რა შესაძლოა. ნატო შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების საპირწონეთ, სამხედრო გაერთიანების საპირწონეთ, რომ დაპირისპირებოდა სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ესე ვთქვათ ქვეყნებს, საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ესე ვთქვათ სოციალისტურ ბანაკს. ახლა ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ეს სოციალისტური ბანაკი როგორც დაშლია და პირიქით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ბულგარეთია, რუმინეთია, პოლონეთია, უნგრეთია, ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ, ხო? და აქედან გამომდინარე, ახლა ისმის იმ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ნაწილი ახლა ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ და დღეს ესე იგი ეს ვისაწინააღმდეგოდ წამოვიდა, ესე იგი გამოდის რომ ეს შეიქმნა დღეს თუ იგივე რეალობით ფუნქციონირებს შეიქმნა რუსეთის საწინააღმდეგოდ. მოდი სიმართლეზე გავუსწოროთ თვალები. ყველგან მიდის რუსეთიდან. ხო, ესე იგი შეიქმნა ამის საწინააღმდეგოდ. და რუსეთთან ასეთ საწინააღმდეგო დაპირისპირებას რო სიკეთე თვითონ ევროპისთვის არ მოაქვს, მოდი პირდაპირ თქვა ჩვენ ვართ თვითონ ჯერ ერთი ნატოში ჩვენ გაწევრიანება და დაპარაკობს
ობამაც, მერკელიც, ოლანიც, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თვითონ ნატოს გენერალური მდივანი და ყველა გეუბნება რომ არა, ვერ გაწევრიანდებით, გამორიცხულია გაწევრიანდეთ. ამ უახლოეს მომავალში, რატომ? იმიტომ რომ თქვენ თავს ვფრთხილდებით და თქვენ შეგექმნებათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები. და ჩვენ აბა მაშინ რატო ვატყულებთ ბოდიშვილის სლენგისთვის, რატო ვაბოლებთ? ჩვენ ხალხს და ვეუბნებით, რომ აი კარები და თვალშები შვებენ, ფაჯიდან შევალიჩით, ხო, თავდაცვის მინისტრის განცხადება და ჩვენ მაინც გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა. ვერ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა, ამ რეალობაში ვერ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა. უფრო მეცაც კეთვით, 29 ქვეყანა ევროკავშირში გაერთიანებული 5 ქვეყანა არ არის ნატოს წევრი და არის ნატოს წევრი ქვეყანა და არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხო? აგერ ჩვენ გვერდზე მეზობელი. თურქეთი რა ხდება, ხო ხედავთ რა ხდება დღეს რეალობა რა არის? რა არის თურქეთში, რა არის ყაზახეთში, რა არის უკრაინაში, რა არის ერევანში, ვითომ არაფერი, მაგრამ რაღაცა ნაპერწკალი მოდის. ამას ყველაფერს ყურადღების მიქცევა უნდა ჩამოკარგო და ნატოს მოქმედებასაც დავაკვირდეთ. რატომ? იმიტომ რომ ნატოს დღეს ჭირდება, თუ კი ნატო უნდა დარჩეს, ნატოს ჭირდება რეფორმირება. ნატო რომ რეფორმირდეს და ჩამოყალიბდეს ისეთ სამხედრო კორპორაციად, სამხედრო ბლოკად, რომელიც იბრძოლებს ტერორიზმის, მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ, მაშინ რა თქმა უნდა ამ ტერორიზმის წინააღმდეგ რუსეთის უნდა ჩართონ, თორე ცალ-ცალკე ბრძოლა არც ეს გამოუვა, არც ეს გამოუვა. მაშინ რა გამოდის? ხო? მაშინ ნატო უნდა ვთქვათ, რომ იმ სახით, რა სახით ისვისაც შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, აღარ არსებობს. ამიტომ მოდით ნუ ვატყულებთ საზოგადოებას. ნატოში არ ძღებულობენ და დღევანდელ სინამდვილეში რომც მიიღო, ნამდვილად არაფერი სასურველი ამაში არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩამოგარგო. ყველა ვიცით, რომ ახლა ნამდვილად ქონდა და გვაქვს ყოველთვის ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობისა და სიმპათიები და ყველაფერი ევროპული ცივილიზაცია და ერთ-ერთი ევროპული ცივილიზაცია, ძველი ევროპული ქვეყანა საქართველოც არის, ხო? ამაზე აქ პრობლემა არც არასდროს ყოფილა, არც არასდროს არ არის, მაგრამ ესეთ შემადგენლობაში, ესეთ პირობებში ევროპა ინარჩუნებს თავის თავს, ხედავთ თქვენ ინგლისის მაგალითს, ხო, ბრიტანეთის მაგალითს არა? ხედავთ ესპანეთში გაკეთებულ განცხადებებს, აბრიზენში გაკეთებულ განცხადებებს, სხვადასხვა განცხადებებს ხედავთ, არა? აგერ საფრანგეთის გაკეთებულ განცხადებებს ბოლო მომენტში. ანუ ეს ყველაფერი კი არის იმისი გარანტი რომ ევროკავშირი ესეთი პირობებით შეინარჩუნებს თავის იმას. მოდით ჩვენ ყველა ვეცადოთ რომ როიტყვიან ეს მშვიდობიან გარემოში ცხოვრებისათვის მომემზადოთ და ყველასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა ევროპასთანაც, რუსეთთანაც, შეერთებულ შტატებთანაც და ასე შემდეგ. აქ რაღაცა მოხდეს ამ ტერიტორიაზე, ამ კავკასიაში, თუმცა ჩვენ მიმაზე რა როგორ გონიათ ხა ამერიკა დაუწყებს იმას და თუ დაუწყო კიდევაც სად დაუწყებს ჩვენ ტერიტორიაზე ვინმეს ბრძოლას? ბატონ დავით იზიარებთ თუ არა პოზიციას რომ არჩევნებში ბატონს რა იგივე კითხვა თქვენს გეხებათ არჩევნებში მთავარი გადამწყვეტი მთავარი დაპირისპირება იქნება სწორედ ვერ გავცდით პრორუსულ და პროევროპულ ძალებს იქნება თუ არა ეს ასე და თქვენ საით ხედავთ საკუთარ თავს? მე ვიტყოდი რომ ეს არის ის კლიშე, ესე ვთქვათ, რომელიც შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ ადამიანების, ესე ვთქვათ, დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ზრუნავენ საქართველოსზე და ზრუნავენ ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე. სამწუხაროდ პროდასავლურობაც დისკრედიტირებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამ გაგებით პროდასავლურობა ლიბერალურ ღირებულებებს გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ და მასთან ერთად დანარჩენს იკეთებს. ამავე დროს პრორუსულობა რადიკალურ, ესე ვთქვათ, ღირებულებებს, ესე ვთქვათ, ობაში ბრალდებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამავე დროს პროამერიკულობას დისკრედიტირებულია იმ გაგებით, რომ ნიშნავს, რომ ქართული არაფერი არ აინტერესებს, აინტერესებს მხოლოდ ამერიკული და ასე შემდეგ. აი ეს ის კლიშეებია, რომელიც პერმანენტულად რუსთავი ორის მიერ, სხვადასხვა მედიების საშუალების მიერ მორგებული იქნა ქართულ რეალობაზე. სამწუხაროდ, ამ რეალობის მსხვერპლი არის საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ეს კლიშეები გარღვეული იქნას და ეს კლიშეები გარღვეული იქნას საბოლოოდ, იმიტომ რომ არსებობს ერთადერთი ინტერესი, როგორც ბატონო ზურაბ ბრძანა, რომ ეს არის საქართველოს ინტერესი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი. 25 წელი გავიდა აი ამ პროს ჭიდილში და რეალურად ერთი ნაბიჯის არ გადადგმულა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. უფრო მეტიც, სააკაშვილის პროდასავლური პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ჩაბარდა კოდორის ხეობა, ჩაბარდა ცხინვალის სოფლები და დასახლებები, ჩაბარდა იარაღი, ტყვია-წამალი, ისე რომ ერთი ტყვია არ გასროლდა კოდორის ხეობაში, მათ შორის ტანკები, ამერიკული იარაღი, მათ შორის საწყობები სავსე იყო, მათ შორის საწვავი
ჩაბარდამ ეწოდებულ მტერს და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ორმაგი სტანდარტი, რომელიც ერთის მხრივ ნიშნავდა, რომ ხელისუფლების დარჩენა, რუსული თამაში მათ შორის, ამერიკული თამაში მათ შორის, მაგრამ ამოსავალი იყო ნაციონალური მოძრაობის, ესე ვთქვათ, ხელისუფლების გამაგრება და ფინანსური შესაძლებლობების, ესე ვთქვათ, გაუმჯობესება, რაც მოხდა კიდევაც 2008 წლის ომის შემდეგ, ის 4 მილიარდ ნახევრიანი, ვთქვათ, შერწყმა თუ რაღაცა, ვთქვათ, დახმარება, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობაში თუ სახელმწიფო ბიუჯეტში იყო შემოტანილი, სინამდვილეს საწავიდა კიდე საკითხი. ხო, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამ არჩევნებზე გადამწყვეტი? ამ არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება მაინც სამართლიანობა ცალსახად, ამ არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება ქართული ინტერესი და სახელმწიფოებრიობა სტრატეგიული მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის სამართლიანობის საკითხი, ეს არის ქართული ღირებულებების გამარჯვება და მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობა, მათ შორის ურთიერთობა მეზობლებთან, მათ შორის ელემენტარულზე შეიძლება დავიდეთ, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ყურძენი იქნება, ვაშლი იქნება, ატამი იქნება თუ ხილი, ეს არის წყარო საზრდოებისა და არსებობის მოსახლეობის უმრავლესობის. ჩვენ აუცილებლად ამ კავშირებზე და ამ ბაზარზე ოცნებობს ევროპაც, ოცნებობს სხვა სახელმწიფოები, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ბაზარი მოვიზიდოთ და განვამტკიცოთ. ამავე დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კურსი არის, რა თქმა უნდა, ევროპისკენ, ევროპულ ოჯახში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამავე დროს ჩვენ ღირებულებებზე უარი ვთქვათ. ამავე დროს ნატოში ჩვენი გაწევრიანება არის დამანგრეველი ფოებრიობისთვის. ბატონ დავით, მაშინაც ასე ფიქრობდეთ, თორსა კოალიციაში შემადგენლობაში იყავით. სასახოვნად ვიტყვი, რომ ნატოსთან მიმართულებაში მე მუდმივად ასე ვფიქრობდი, იმიტომ რომ ეს არის ცალსახა მოცემულობა, როცა ორი პოლარული სახელმწიფო გაერთიანება თუ სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს, სამწუხაროდ 2008 წელს ჩვენ აღმოვჩით ამ რეალობაში. სამწუხაროდ ამ რეალობაში დღესაც იმყოფება უკრაინა, სადაც დონეცკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, ამავე დროს ყირიმის ტერიტორიაზე მოხდა დაპირისპირება და აი ამ ბრძოლაში ესე ვთქვათ, ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა ის ეგრეთ წოდებული ეიფორია და ის ეგრეთ წოდებული მოლოდინები, ცრუ მოლოდინები, რომელიც შეიქმნა იმ გადატრიალების თუ ესე ვთქვათ, არეულობის პირობებში და შედეგად აღმოჩნდა, რომ უკრაინა დაინგრა, უკრაინაში კორუფცია ყვავის, უკრაინაში მედია არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, იმიტომ რომ არ არის. უკრაინაში ქუჩაში კლავენ მედიის ჟურნალისტების თავარ სახეებს, უკრაინაში ქუჩაში კლავენ ისეთ წამყვან სახეებს. მათ შორის საქართველოსთვის ეს რეალურია, ძალიან რეალურია, თუ ჩვენ ავყვებით აი ამ თამაშს. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ვითამაშოთ და ვიბრძოლოთ ქართული ინტერესების სასარგებლოდ, მოვახერხოთ, რომ ამ ჭადრაკის დაფაზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. პირველ რიგში ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რის სანაცვლოდ შეიძლება ეს იყოს ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის რკინიგზაზე შეიძლება ვისაუბროთ, მათ ვისაუბროთ ნატოსთან მიმართულებით, ევროპის, აზიის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ინტერესების გათვალისწინებით. ბატონ ზურაბ, რა იქნება არჩევნებში გადამწყვეტი? დაპირებები, სახეები, ცნობიდი, ცნობადები. მრეწველებს არასდროს თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ გამოუყენებია რაიმე სრულ დაპირებებს გულისხმობ იმას, რომ დაპირდი ადამიანს თავიდანვე როცა იცი, ისე ვერ შესრულდება და არ შესრულდება. არასდროს არ გამოგვეყენებია და ვერც ვერასდროს ვერ წამოგვაძახებს. თავარი არის, რომ აურჩეველმა უნდა იწამოს, რასაც პირდები, რომ იმისთვის ნამდვილად იბრძოლებ, როგორც მინიმუმი ნამდვილად იბრძოლებ. ეხლა ერთი სიტყვით მინდა შევეხო, მე რამოდენიმეჯერ ვთქვი და ეხლაც მინდა დავაფიქსე ეს პოზიცია სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რო ქონდა საუბარი. მე მიმაჩნია ეპიდემიურ მოსახლეობასაც მიმართავ, რომ სამართლიანობის აღდგენას ქართული ოცნების კოალიცია მიაღწია. რა არის სამართლიანობის აღდგენა? სამართლიანობის აღდგენა არის ის, რომ უსამართლობა, რომელიც უფევდა ქვეყანაში და განუკითხაობა და რა ვიცი, კრიმინალი, დღეს საქართველოში უსამართლობა არ სუფევს. დღეს სამართლიანად ექცევიან ბიზნესმენებს, სამართლიანად ექცევიან მოსახლეობას. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომელიც პიროვნებები ან ორგანიზაციები, რომელიც უსამართლოდ დაისაჯენ, უსამართლოდ მოხდა დიახ, ჩამორთმეული ქონებებზე და არა მარტო ქონებას, კაცო, აი მოლაშვილის მაგალითი მოიყვანა და ბევრი სხვა მაგალითები, ხო, ხალხი განადგურდა იმასაკნა. ეს სხვა მომენტია რა. ანუ სამართლიანობა კი აღდგა, მაგრამ ამ სამართლიანობის აღდგენასთან ერთად ის მოძალადე უნდა იყოს დასჯილი, ბუნებრივია და ამ მოძალადის დასჯის აუცილებელი მოთხოვნაა საზოგადოებაში, მინდა გითხრათ რა. და მოძალადეები და ამას პასუხობენ ხოლმე თქვენი ოპონენტები, არიან მოძალადეები დასჯილები. მეტი რა, ამას იქეთ რა. არა.
როცა ამაზე მეტყვით არიან დაჟილები, მოძალად ის დაჭა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სასწორზე დავდოთ და იცით რა ამდენი 10 კაცი არის დაჭერილი, 20 კაცი არის დაჭერილი. არ არის 20 კაცი კი არა, თუ გინდა 2 კაცი იყოს დაჭერილი, მაგრამ მოძალადე თუ იყოს დაჟილი. ის 20 იმიტომ არის, რომ ის 20 იყო 200 შემადგენელი ნაწილი და 10-ში მეტი კიდე უნდა დაჟილიყო, ხო? აქ ლაპარაკი თქვენ წარმოიდგინეთ იმ გაუბედურებულ ოჯახს, ვისაც ქონებას დაკარგა, ოჯახის წევრების დაკარგა, ომში 2000 წელს იმათ რა გვირგვინიანი ახსენა ანუ თქვენი საარჩევნო ქსავნილი ამ კუთხით იქნება? დავთავროთ შეიძლება. გვირგვინიანი ახსენა, რობაქიძე ახსენა, ვაზიკაშვილი ახსენა, ბევრი კიდე სხვა რომელიც ის არის აი იმათ დააწყნარებს თუ ბოდიშვიხტი მათთან შეიძლება დაწყნარება იყოს, როცა დაიჯება ის ბოროტმოქმედი, რომელმაც ეს ჩაიდინა. ამით რისი თქმა გსურთ? ანუ თქვენი გზავნილი წინასაარჩევნო ეს წინასაარჩევნო იქნება ჩვენი, რომელიც იყო და არის კიდევაც რომ წარმოება უნდა იყოს ქვეყანაში, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს, აი პირდაპირ გეტყვით რა, ჩვენ რო საუბრობთ რომ აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებას, ეგრეთ წოდებული ოსეთის ტერიტორიების დაბრუნებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუ ჩვენთან ეკონომიკა არ განვითარდა, თუ და ეკონომიკის განვითარებას, წარმოების განვითარება უნდა უძღოდეს წინა რა, თუ ეს ეკონომიკა არ განვითარდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავაერთიანებთ. ვერც ერთი ვერც ძიასემი და ვერც ბიძიევანია ვერ მოვა და ვერ იტყვისო იცით და თქვენ გაერთიანეთ. არა, ინტერესი უნდა გაჩნდეს. ბატონო ზურაბ, ეს ისმის ყოველ არჩევნებზე თუ ეკონომიკა არ განვითარდა, თუ ქართლები და საქმების ადგილი. სანამ შედეგი არ მიიღწევა, როგორ ახლა შევცვალო პოზიცია და თქვა ეხლა აღარ გვინდა ეკონომიკა და ეხლა გვინდა სხვა რამე, ეს არის მოტყუება. ანუ ამორჩეველი ამას როგორ მიიღებს? ძალიან კარგად მიიღებს, იმიტომ რომ სანამ არ მიიღწევა და უმრჩეველმაც უნდა იცოდეს, სანამ იმ იდეოლოგიას არ დაუჭერს ხარს, რომ არ მიიღწევა ეს სიკეთე, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნა საჩელეო მეტი, დღეს როცა იმპორტი არის ახალისებული, რომელიც სამუშაო ამ შემთხვევაში გეტყვია, რომდემდე გელოდოთ, რომდემდე ვისმინოთ ეს დაპირებები? არა, მე მელოდოთ რას ნიშნავს, რატო უნდა მელოდონ მე? ერთად უნდა დავდგეთ და თვითონაც უნდა იყვნენ იქ იმ სადარაჯოზე, რომ ამ მიმართულებას თუ უჭერენ ხარს, უნდა დაუჭინონ ხარი და ხელისუფლებაში თუ მოვერი და მოვალთ დარწმუნებული ვარ არა რა დოზით მოვალთ როგორ იქნება აი მამ იმაზეა დამოკიდებული მე ეს გახორციელდება გახორციელდება არ გახორციელდება და რა იქნება და როგორ იქნება და მეორეს გეტყვით რომ იცოდეთ რა ოდნავ ის საკმაოდ ბევრი რამე გაკეთა ხوار გონიათ არაფერი არ გაკეთა მე შემიძლია ხა თუ ჩვენ დრო გვაქვს ჩამოვყვე და დავიწყო რა გაკეთა სოციალურ სფეროში ეკონომიკურ სფეროში სოფლის მეურნეობაში ყველგან შემიძლია ძალიან ბევრი მაგრამ რაც კეთდება ეს არ არის საკმარისი სანამ ცხოვრების დონე რაღაცა ის საშუალო ნორმალური ფენა არ შეიქმნება სანამ ცხოვრების დონე არ აიწევს მანამდე რაც არ უნდა გაკეთდეს მაინც მეტის მოთხოვნილება იქნება აი ეს სანამ როცა გაჯერდება ცხოვრების დონე და ეკონომიკური რეალობა მე შეიძლება თქვა რომ მიზანი მიღწეულია მანამდე ამას თქვენ ხوار გონიათ 2 წელიწადში და 4 წელიწადში ამას შეიძლება 10 წლები დაჭირდეს და უნდა დაჭირდეს რატომ იმიტომ რომ რაცაც აღწევ უფრო მეტი მოთხოვნილება ჩდება და უნდა გაჩნდეს კიდევაც და უნდა დაკმაყოფილდეს კიდევაც და მოკლედ რომ შევაფასოთ რა ძირითად სირთულეებს ელოდებით არჩევნებისთვის თქვენ სულ რამდენიმე კვირის წინ იყავით ძალადობის ობიექტი თუ რას ელოდებით რა მთავარ სირთულეებს ელოდებით არჩევნებისთვის მე შემიძლია გითხრათ რომ პრაქტიკულად ყველაფრის მოლოდინი არსებობს მათ შორის გვაქვს ინფორმაცია გარკვეულად ნაციონალურ მოძრაობა ემზადება არეულობისთვის, ემზადება ესე თქვა სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ჯერჯერობით ასე ვიტყვი, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ გარკვეული არეულობა ესე თქვა შეიქმნას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შევარდნების სხვადასხვა ობიექტებში, სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის მიერ ესე წოდებული მომზადებული ბოევიკები თუ სამხედროები, რომლებიც დღეს ესე თქვა იმყოფებიან სამხედრო კონფლიქტის ზონაში, უკრაინაში, გადმოცემულები იქნებიან საქართველოში და ემზადებიან ლიკვიდაციამდეც კი ადამიანებს. ანუ ეს ინფორმაცია არსებობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ მე ყველანაირი საფრთხისთვის მზად ვარ, მე ბრძოლას არ დავაკლებ იმ მიმართულებით, რომ ნაციონალურ მოძრაობის საბოლოოდ ესე თქვა გასამართლება მოხდეს და განხორციელდეს, უფრო მეტიც მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად იმისთვის, რომ საბოლოოდ ნაციონალურ მოძრაობის მთავარი დამნაშავეები დასჯილი იყვნენ და გასამართლებული იყვნენ. ეს არის ამოცანა სახელმწიფოებრად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სხვა მომდევნო ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ის,
რაც განხორციელებული იქნა ამ წლების განმავლობაში. შურისძიების ელემენტები რამდენად მისაღებია მოსახლეობისთვის. ეს არის სამართლიანობა, რაც მაგალითად ფაშისტური რეჟიმის მიმართ განხორციელდა გერმანიაში. ეს იყო ნიურნბერგის პროცესი, რომელსაც ჩართული იყო მთელი გლობალურად, ესე ვთქვათ, წამყვანი სახელმწიფოები და მოხდა რეჟიმის გასამართლება. სამწუხაროდ ჩვენთან რეჟიმის გასამართლება არ მომხდარა, სამწუხაროდ ჩვენთან არ დასჯილა მთავარი დამნაშავეები, უფრო მეტიც მათი წახალისება მოხდა, განსაკუთრებით სააკაშვილის, ადეიშვილის, სხვების და სხვების, რომლებიც იყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგი პოლიტიკური სახით, ზოგი მთავარი, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი სხვადასხვა რეგიონების თუ სამსახურების და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ საქართველოსთვის და ქართული მოსახლეობისთვის ეს რეალობა, რომელსაც ითხოვდნენ არა მარტო რეჟიმის ვთქვათ, გასტუმრებას და გაშვებას, არამედ დამნაშავების, მკვლელების და არადამიანური საქციელების ჩამდენი ადამიანების დასჯას, იმიტომ რომ არ შეიძლება მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს, არ შეიძლება ტერორისტი დაუსჯელი დადიოდეს. მათ შორის თქვენ იცით და გახსოვთ, რომ ეს ტერორისტული აქტები, რომელიც განხორციელდა განმუხურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სხვადასხვა, მათ შორის ლაფანყურის, ვთქვათ, საქმე ცნობილი, ეს არის ტერორისტული საქმეები, რომელსაც ახორციელებდა ხელმძღვანელობდა ხელისუფლების უმაღლესი პირები, მათ შორის გაუპატიურების კადრები, მათ შორის მკვლელობების კადრები, არაერთი ციხეში განხორციელებული დანაშაული და აი ამ ყველაფრის შემქმნელი ადამიანები სამწუხაროდ დღესაც ხელისუფლებისთვის იბრძვიან, დღესაც ცდილობდნენ მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი არსებობს ხელისუფლების მისამართი, ძალოვანი უწყებების მისამართი. გასახოვნად გეთანხმებით, რომ ხელისუფლების დანაშაული არის იმაში, რომ მან ვერ მოახერხა აი ამ კოაბიტაციის, ესე ვთქვათ, პროცესიდან ამოსვლა, უფრო მეტიც შევიდა ხიბლში აი ამ კოაბიტაციის და სამწუხარო რეალობაში ვიმყოფებით, როცა ნაციონალ მოძრაობა და ქართული მოძრაობა, ქართული ოცნება ესე ვთქვათ, კოაბიტირებულად თანამშრომლობს, მათ შორის სხვადასხვა უწყებების გამოსვლა. ბატონ ზურა, მოკლედ რომ შეაფასოთ, რა სირთულეებს ელოდებით საპარლამენტო არჩევნებისთვის? მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ეს არჩევნები იქნება საკმაოდ მწვავე, დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის. მე ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს დაძაბულობა და ეს ესე ვთქვათ, დიდი კონკურენცია არ გადაიზარდოს ისეთ დაპირისპირებაში, როგორც აი კურცხელში განხორციელდა. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ბუნებრივია და ხელისუფლება პირველ რიგში და ადმინისტრაციული ორგანოები უნდა იყვნენ მზად ყველა შესაძლო პროვოკაციებისათვის, ყველა შესაძლო იმ გართულებებისათვის, რომელიც შეიძლება მოყვეს მავნეცსა და მავნეცსა. რა სახის გართულებებს ფიქრობთ? პროვოკაცია, რა სახის პროვოკაცია, პროვოკაციის სცენარი შეიძლება იყოს მილიონერი, რა ვიცი, რა სახის იქნება, ხო? შეიძლება აგერ სადღაც რაღაც იმაში ვიღაცა გაგოდეს და აი ვიღაცამ წააქცია და აწყვეს ჭუბი იქა. ელემენტარულად შეიძლება ვიღაცამ რაღაცა სადღაც უამრავი დაიშვა. ანუ არ გამორიცხავთ ფიზიკურ დაპირისპირებას, ძალადობას? არ გამორიცხავ ამის სურვილს და პროვოკაციებს, მაგრამ ამისათვის უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოები და ხელისუფლება მზად, რომ ეს ყველაფერი აღმოფხრას თავიდანვე. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ დღევანდელი დებატების სტუმრები იყვნენ მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ზურაბ ტყემალაძე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და ახალი პოლიტიკური სუბიექტის, თამას მეჭიაურის პოლიტიკური სუბიექტის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ბატონი დავით ბაცაცია, კოალიცია ქართული ოცნების ყოფილი წევრი და პოლიტსაბჭოს წევრი. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის.